მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, დღეს ჩვენ გადაცემაში სტუმრად გვყავს ასოცირებული პროფესორი და ჟურნალისტიკის დოქტორი ქალბატონი ხათუნა ჩარკვიანი. მოგესალმებით ქალბატონო ხათუნა. Ჩემთვის პატივია სტუდიაში გიმასპინძლოთ, რომელსაც აქვს უნივერსიტეტში ხანგრძლივი გამოცდილება და ასევე სტუდენტებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა გახლავთ განათლების სისტემა, ახალგაზრდობის თემები და მედია. ქალბატონო ხათუნას, როგორც უკვე აღნიშნეთ, დიდი გამოცდილება აქვს შესაბამისად ჩემი სურვილი იქნება ჩვენს ტელემაყურებელს უკეთ გავაცნოთ თქვენი პიროვნება, შესაბამისად გადავიდეთ პირველ კითხვაზე. ქალბატონო ხათუნა, მოგვიყევით თქვენ შესახებ. დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა ლიზი მოწვევისთვის, ამ სტუდიაში მასპინძლობისთვის და ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია და ესეთი საპასუხისმგებლოც მინდა გითხრა, როდესაც სტუდენტი იღებს თავის ერთ-ერთ პირველ ინტერვიუს და შესაბამისად ეს ჩვენი ინტერვიუ ალბათ იქნება იმისი დასტურიც, რომ პირველ ნაბიჯებს ასე ვთქვათ გააკეთებ პროფესიაში და მინდა რომ იყოს წარმატებული და გისურვებ წარმატებას, ასე რომ რასაკვირველია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვის, პროფესორებისთვის ჩვენი ახალგაზრდობის წარმატებები და ბუნებრივია თავის დროზე მეც ვიყავი თქვენ ხელა, თქვენი ასაკის, სწავლობდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და რასაკვირველია რამოდენიმე სიტყვით შევეხები ჩემი გამოცდილების შესახებ და მოგითხრობ თქვენს და მაყურებელსაც. დავამთავრე რუსთავში სკოლა, ეს იყო ზოგად საგანმანათლებლო მე-10 საშუალო სკოლა, რომელიც ძალიან მეამაყება, იმიტომ რომ ძალიან კარგი კლასი მყავდა, არაჩვეულებრივი პედაგოგები და საინტერესო ფაქტია ის, რომ სანამ ავირჩევდი ჟურნალისტობას, მინდოდა ექიმობა. იმიტომ რომ დედა მყავს ექიმი და ოჯახში რაღაც ესეთი საინტერესო თემები ყოველთვის იყო ხოლმე ამ ექიმობის და პროფესიის გარშემო, მაგრამ ბოლო წლებში გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მიყვარდა ის საგნები, რომელიც შემდგომში გამომადგა, ეს არის ენები, ეს არის ენების ცოდნა, ინგლისური, რუსული, მაშინ ძალიან პოპულარული იყო და ვფიქრობ, რომ ენას არასოდეს ყავლი არ გასდის და ყოველთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საკომუნიკაციო საშუალებაა მსოფლიოს მრავალ ერთან და წარმომადგენელთან. ასევე ისტორია, რასაკვირველია მშობლიური ენა, გეოგრაფია, ქვეყანამცოდნეობა და რა თქმა უნდა ზოგადი განათლება. აი ზოგადი განათლება არის მართლაც დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი პედაგოგები ყავს, რამდენად განათლებული არიან, რამდენად თუ განათლება ბუნებრივია მარტო ინფორმაციას არ მოიცავს, ხო, კონკრეტული საგნების მიმართულებით. ეს არის ამ ადამიანების ადგილი საზოგადოებაში, მათი პიროვნული თვისებები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი კეთილგანწყობა ახალი თაობისადმი, რომ მიცენ მათ საშუალება მომავალში გაიკვლიონ გზა. და მე ვფიქრობ, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, ესეთი ადამიანები მყავდა, რომელიც პირიქით არასოდეს არ მიშლიდნენ ხელს, ვთქვათ, თვით რეალიზაციაში, პირიქით მაძლევდნენ საშუალებას, რომ რაც შეიძლება მეტად გამომემჟღავნებინა ჩემი, ასე ვთქვათ, ცოდნა, უნარები და სწორად გამეკეთებინა პროფესიული არჩევანი და სადღაც ჩვენ მაშინ 10 კლასიანი, ასე ვთქვათ, სასწავლო პროცესი ქონდა სკოლაში, მე-10 კლასში გადავწყვეტე, რომ უნდა ყოფილიყავი ჟურნალისტი. ამისთვის ბუნებრივია დაგროვდა მანამდე ის რაღაც გამოცდილება და სურვილი და რა შემიძლია ჩამოვთვალო ეს რა არის, ეს არის კომუნიკაციის ძალიან კარგი უნარი, ადამიანებთან ადაპტირების საშუალება, შემდეგ ზოგადი ინტერესი, განათლება რა თქმა უნდა იმ კონკრეტული მიმართულებით, რაც ჟურნალისტს სჭირდება თავის პროფესიაში და რა თქმა უნდა, რაც ყველაზე მთავარია, ადამიანის დახმარების სურვილი. აი ჩვენ პროფესიას ეს ახასიათებს. როგორც ჩანს, იმ ჩემი ძველი სურვილიდან, რომ მე ყოფილიყავი ექიმი და დავხმარებოდი ადამიანებს, აი ეს მომენტი წამოვიღე და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ამ გამოცდილებისთვის. ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან კარგი ლექტორები მყავდა. ჩვენი ფაკულტეტის დეკანი იყო ბატონი ნოდარ ტაბიძე, არაჩვეულებრივი ადამიანი, პიროვნება, გამორჩეული, ისეთი საზოგადო მოღვაწე.
და შემდგომ ძალიან მალე სხვათა შორის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შემომთავაზა რომ მე წამეკითხა ლექციები, ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მითხრა ასეთი რამ რომ იცით ისე მოხდა ჩემი სტუდენტობის პერიოდში მე რასაკვირველია გაზეთებთან უკვე მქონდა ურთიერთობა, მე ავირჩიე უფრო ბეჭდური მედია, იყო ტელემედია და რასაკვირველია ისეთი მინდოდა საერთაშორისო ჟურნალისტიკის ხაზით, მაგრამ მე საერთაშორისო ჟურნალისტიკა ბუნებრივად ძალიან საინტერესო იყო იმ პერიოდისთვის, იმიტომ რომ მაშინ იხსნებოდა კარი და ახალი დასრულებული იყო ეგრეთ წოდებული გარდაქმნა, პერისტროიკა, საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოს დამოუკიდებლობა მიიღო და ჩვენ საზღვრები გაგვეხსნა, ასე რომ ძალიან დიდი პერიპეტიები და ასე ვთქვათ საინტერესო თავგადასავლები გადაიშალა ჩვენ თვალწინ და პერსპექტივები პერიპეტიები რასაკვირველია იყო ბევრი, იმიტომ რომ დამოუკიდებლობა ასე იოლად არ მიგვეღწევია, შეიძლება ითქვას რომ ჩვენი სტუდენტობის ფაქტიურად ძირითადი ნაწილი ჩვენ გავატარეთ ქუჩაში აუდიტორიების გარეთ, მაგრამ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ჩვენი პროფესორები გვაგზავნიდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ჟურნალის ხელი უნდა ეკავოს მართლაც რეალობის მაჯისცემაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქეთ მოგვიტანოთ ეს ინფორმაცია თუ რა ხდება გარეთ და მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი რა თქმა უნდა გამოცდილება, ინფორმაცია და უნარჩვევები მოვიდა იმ პერიოდიდან და უპირველეს ყოვლისა ამ პერიოდს ერქვა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხანა, როცა იწყებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ფაქტიურად მეორედ მოპოვების ძალიან სერიოზული ეტაპი და ჩვენ რა თქმა უნდა ყოფილიყავით ამისთვის მზად. შეიძლება ითქვას, რომ ასევე წარმატებით წარჩინებით დავამთავრე წითელ დიპლომზე უნივერსიტეტი და მე ისევ რთული პერიოდები იყო, ისევ დაემთხვა ჩემი უნივერსიტეტის დამთავრების წელს უკვე შეიძლება ითქვას სამოქალაქო ომი, ეგრეთ წოდებული რაც არის ძალიან დიდი ტრაგედია და შეიძლება ითქვას დიდი უბედურება ზოგადად საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის და რასაკვირველია ჟურნალისტი ადამიანი, როგორც პროფესიონალი, რომელიც მუდმივად თავისი საზოგადოების საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მაჯისცემაზე უკავია ხელი და იცის როგორც ბარომეტრი აღიქვავს ამ ყველა ნიუანსს და ასე შემდეგ, რასაკვირველია პიროვნულად ეს მისთვის ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ მოგვეხდა აი ამ პერიოდის გადატანა, მაგრამ ასევე ვიყავით ძალიან ბედნიერი იმით, რომ ზუსტად ჩემი სტუდენტობიდან ძალიან მალე მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და ჩვენ გავხდით როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და 1993 წელს უკვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრიც კი. მე მქონდა ბედნიერება რომ პარალელურად ჟურნალისტიკასთან ერთად მე მქონდა გამოცდილება არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის, პირველი როცა უკვე იწყებოდა საქართველოში, შემდგომ უკვე სახელმწიფო სტრუქტურების და ეს სტრუქტურები იყო, ამაზე მართლა თითო გადაცემა შეიძლება მიეძღვნას ლიზი იმდენია სალაპარაკო, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, ხო, საქართველოს პარლამენტი, ეს იყო ჩემთვის უდიდესი გამოცდილება, მართლა ძალიან დიდი პოლიტიკოსის და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა კაცის მაშინ ბატონი ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით, როდესაც ის გახდა პარლამენტის თავმჯდომარე და მე მთხოვა რომ ყოფილიყავი მიმიწვია როგორც პრესმდივანი. უდიდესი გამოცდილება იყო, ეს იყო 1995-1999 წლები. საოცარი გამოცდილება იყო, მაშინ იყო სწორედ ის სიტყვები რომ გაჟღერდა ბატონი ზურას მიერ და თვითონ სტრასბურგში იყო და მე ამ დროს საქართველოს პარლამენტში იმ ჟურნალისტებთან ერთად ვიყავი როგორც პრესმდივანი, როცა გაჟღერდა ეს სიტყვები რომ მე ვარ ქართველი, მაშინ სადავე მე ვარ ევროპელი, ხო? აქედან გამომდინარე, მართლა ძალიან დიდი პროცესი და დიდი პერსპექტივები გადაიშალა ქვეყნის წინაშე. ეს იყო მრავალპარტიული პარლამენტი, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიის დასაწყისი, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ფაქტიურად მოღვაწეობის და საქმიანობის დასაწყისი და მინდა გითხრათ რომ მართლაც საოცრად დიდი პრაქტიკა იყო. შემდგომი პერიოდი, პარალელურად სულ მქონდა ლექციები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვადასხვა საგნები, მაგალითად პრესა და თანამედროვეობა, რაღაცა პრესა და საერთაშორისო პოლიტიკა ასეთი საგანიც გქონდა, ვკითხულობდი შესავალი ჟურნალისტიკის ისტორიაში, ჟურნალისტიკაში, ასე ვთქვათ, შემდგომში იყო კიდე ისეთი საგნები, როგორც არის გაზეთის წარმოება,
ჟურნალის წარმოება, გაზეთის გამოშვება და ასე შემდეგ და დიდი პატივისცემით შეიძლება გამოვიხატო ჩემი ყველა იმ პროფესორის და ადამიანის მიმართ, ვინც ჩემს პროფესიულ განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. შემდეგ უკვე მართლაც გაიხსნა საზღვრები და ძალიან ბევრ ქვეყანაში მომიხდა წასვლა. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, ძალიან ბევრი ქვეყანა შემიძლია ჩამოვთვალო უთაობოლოთ, მართლაც ძალიან ბევრია ევროპის ქვეყნებიდან, მაგრამ პროფესიული ნიშნით მიხდებოდა ხშირად ამ ქვეყნებში მოგზაურობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში სამი სახელმწიფო პროგრამა, ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, სახელმწიფო დეპარტამენტის და საელჩოსი, რომელიც ჩვენთან თბილისში იყო, ბუნებრივია შეერთებული შტატების წარმომადგენლობა. ეს გახდა დამოუკიდებელ ჟურნალისტთა პროგრამა 1993 წელს, როცა შესაძლებლობა ჰქონდა როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტს გემოგზაურა ამერიკაში და შეხვედროდი შენთვის საინტერესო რესპონდენტებს, გაგეცნო უამრავი ადამიანი და დაგეწერა და ჩამოგეტანა ეს შენი გაზეთისთვის. მაშინ მუშაობდი პირველ დამოუკიდებელ გაზეთ 7 დღეში. და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ეპოპეა იყო ის ჩემი ცხოვრებისთვის და პროფესიული საქმიანობისთვის ის ეტაპი. შემდგომში ასეთივე პროგრამა იყო უფრო მოგვიანებით კიდევ 1999 წელს, უკვე სახელმწიფო სტრუქტურაში ვიყავი და იქ გავემგზავრე ისევ ამერიკაში ამ სახელმწიფო პროგრამით, სახელმწიფო პრესმდივნებისთვის, ესე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ პრესმდივნები რეალურად ვინც ეს ახალი პოზიცია იყო საქართველოს რეალობისთვის, ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადოებასთან ურთიერთობას, როგორც PR-ი. PR ნიშნავს public relations, ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობა და ეს ახალი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, პოზიცია იყო სახელმწიფო სტრუქტურებში და როგორც საქართველოს იუსტიციის საბჭოს პრესმდივანი, ესე გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაშინ ჯგუფი იყო, ჩემთან ერთად იყო პრეზიდენტის პრესმდივანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის პრესმდივანი, ფინანსთა სამინისტროს პრესმდივანი, ეროვნული ბანკის პრესმდივანი, თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი და იყო საინტერესო, ყველა იყო მამაკაცი და ერთი ქალი გახდით მათ შორის და რაღაცა ძალიან ისეთი კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა და მეგობრები არიან ისინი ყველანი დღეს ჩემთვის და ძალიან მიხარია რომ ისეთი ყველა შემდგარი და ასე ვთქვათ ცხოვრებაში რეალიზებული ადამიანია. შემდგომ უკვე მესამე შეიძლება ისევ ეს პროგრამა რა კი განათლებაზე მეკითხებით მაინც მნიშვნელოვანია. ეს იყო უკვე შარშან 2023-ში. ისევ შეერთებულ შტატებში და ამჯერად უკვე დასუდან ჩვენი უნივერსიტეტიდან, ჩვენმა უნივერსიტეტმა დამასახელა ერთ-ერთ კანდიდატურად, რომ მე მიმეღო მონაწილეობა მედიის განვითარების პროგრამა, მედია განათლების პროგრამა შეიძლება ითქვას და სხვა უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად მე გავემგზავრე შეერთებულ შტატებში. იყო ძალიან საინტერესო, როგორც პროფესორებისთვის ეს ლექციები, ძალიან კარგი კონტაქტები დავამყარეთ ჩვენს კოლეგებთან შტატებში. ეს იყო არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ძალიან ცნობილი უნივერსიტეტი ამერიკაში და სადაც ძირითადი შეხვედრები გვქონდა, იყო ასევე American University, რომელიც არის ვაშინგტონში და ძირითადად ვიყავით აი ამ ორ ლოკაციაში, ვაშინგტონში და არიზონაში, ფენიქსში, დედაქალაქია ფენიქსი და ეს კონტაქტები რასაკვირველია მოითხოვს შემდგომ რეალიზებას და ძალიან დიდი იმედით უყურებ, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ ბევრი საინტერესო, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით განვითარდება. გარდა ამისა, როგორც პროფესიონალს მაქვს გამოცდილება როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტად მუშაობის, რა თქმა უნდა, ასევე საერთაშორისო დონეზე. აი მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ მიღებული მაქვს მონაწილეობა და აკრედიტებული ჟურნალისტი ვიყავი გაეროს 1000 წლეული სამიტზე, რომელიც ჩატარდა 2000 წელს ნიუ-იორკში. და მნიშვნელოვანია იმით, რომ იქ ძალიან ბევრ ცნობილ მსოფლიოში ცნობილ სახელმწიფო მოღვაწეს შევხვდი, მქონდა ინტერვიუ, მაგალითად ერთ-ერთი იყო ბატონი ჰენრი კისინჯერი, რომელიც შარშან გარდაიცვალა 100 წლის და ამერიკისთვის ის რაღაც ისეთი ხატება და სიმბოლოა, იმიტომ რომ იყო პრეზიდენტ ნიქსონის დროს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი და დიდი პიროვნება, ასე ვთქვათ, თანამედროვე დიპლომატიის თეორიული, ასე ვთქვათ, გამოცემის ავტორი და
იგი მეორე გამოცემა აქვს ეს მსოფლიო წესრიგი, ისიც მისი ავტორობით ძალიან საინტერესო ადამიანი, რა თქმა უნდა და ჟურნალისტისთვის ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა პროფესიულად განვითარდეს პიროვნული თვალსაზრისითაც, რასაკვირველია, კიდევ შემიძლია ჩამოვთვალო, ასევე მქონდა ინტერვიუ საბჭოთა კავშირში ამერიკის ელჩთან, საბჭოთა კავშირი მაშინ 15 ქვეყანას მოიცავდა, მათ შორის საქართველოს. ეს იყო ბატონი ჯეკ მეტლოკი, ეხლაც რა თქმა უნდა განაგრძობს ასაკშია, მაგრამ მაინც მოღვაწეობს და ეხლა არის პრისტონის უნივერსიტეტის და დიუკის უნივერსიტეტის პროფესორი. მე როცა შევხვდი, ეს იყო ნიუ-იორკში და როცა გაიგო რომ ქართველი ჟურნალისტი ვიყავი და მქონდა ეს სურვილი რომ მასთან ჩამეწერა ინტერვიუ, ძალიან გაეხარდა, იმიტომ რომ თქვა რომ საქართველოში საქართველოს იმ 15 რესპუბლიკიდან მისთვის გამორჩეულად საყვარელი ადგილი იყო და მიმიღო მის თავის მეუღლესთან ერთად დიდი პატივით თავის რეზიდენციაში ნიუ-იორკის ცენტრალ პარკთან ცხოვრობდა, ძალიან ისეთ კოლუმბიის უნივერსიტეტთან ახლოს, მაშინ იმ უნივერსიტეტის პროფესორი იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის და ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ. ეს იყო ლიზი 1993 წელს, აი 31 წლის წინ წარმოიდგინე და ეხლა უყურებდი რაღაც ჩვენს ისტორიას და რა საკითხებიც დავსვი მაშინ საქართველოს ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ახალი დამოუკიდებლობის პერიოდი იყო მოპოვებული და შეიძლება ითქვას, რომ გამოწვევები რჩება იგივე. იმიტომ რომ ჩვენი რეალობა და გეოგრაფიული მდებარეობა არ იცვლება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ზოგადად მსოფლიო პოლიტიკისთვის და ჩვენ უბრალოდ უნდა შევძლოთ და ძალიან თანამედროვედ ჩვენი ტრადიციების და ჩვენი ისტორიული გამოცდილების შესაბამისად ვიმოქმედოთ, რომ ძალიან ნაკლები რყევა მივაყენოთ ჩვენ ქვეყანას და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეხლა ვართ აი ამ პროცესში ზუსტად შეიძლება ითქვას და რასაკვირველია, ბედნიერი ვარ იმით, რომ ვასწავლი, აი ესეთი შესანიშნავი სტუდენტები მყავს, როგორც ჩვენ, კიდევ რამდენიმე ვასწავლი თსუ-შიც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოკლედ ძალიან მიყვარს ახალგაზრდები და სტუდენტებთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა. ქალბატონო ხათუნა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაქვთ ურთიერთობა სტუდენტებთან, რა შეგიძლიათ გითხრათ საქართველოს განათლების სისტემაზე, რომელიც გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას? ძალიან საინტერესო საკითხს შეეხე ლიზი, მინდა გითხრა. განათლება, ეს არის უმთავრესი, შეიძლება ითქვას, რაც კომპონენტი საზოგადოებრივი ცხოვრების, შეიძლება ითქვას საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების, იმიტომ რომ განათლების გარეშე წარმოუდგენელია ახალგაზრდობა და წარმოუდგენელია მომავალი. ასე რომ განათლება ეს არის ის რეალობა, რომელიც ეყრდნობა წარსულს, აწმყოს და მიმართულია მომავლისკენ. ეს უკავშირდება როგორც ეროვნული თვითიდენტობის შენარჩუნებას, ასევე ვთქვათ საქართველოს დღევანდელ ადგილს მსოფლიოში და რასაკვირველია ჩვენს მომავალს და ეს ხომ ბუნებრივი კანონია, რომ ასაკოვანი ადამიანები მიდიან, მეც უკვე ვფიქრობ, რომ ხა ერთ დროს თქვენ ხელა ვიყავი, მაგრამ ხედავ, რომ ხა 30 წლით უფროსი ვარ თქვენს, ისე გავარდა ეს დრო, რომ ვერც კი მოვასწარით ამოსუნთქვა, ხო, იმდენი რამე მოხდა. მაგრამ რა რჩება მოვალეობად? მოვალეობა არის ის, რომ ჩვენი მიღებული გამოცდილება და განათლება გადმოგცეთ თქვენ და ასე გაგრძელდეს ეს პროცესი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ როგორც ქვეყანა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით. ეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, არის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე თანამედროვე მსოფლიოში, მსოფლიომ დიდი კონფიგურაციული ცვლილებები განიცადა ჩვენს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან, თუმცა მაშინაც მოწინავე რიგებში ვიყავით საქართველოს და ძალიან ბევრი ეროვნული ნიშნით ხასიათდებოდა ჩვენი საზოგადოება მაშინ, გნებავთ განათლების კუთხით, გნებავთ კულტურის თვალსაზრისით და ბევრი შეიძლება ჩამოვთვალო მართლაც მიმართულება, სპორტი, რომელიც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეროვნული თვით იდენტიფიკაციისთვის და თვით გამორკვევისთვის და თვით რეალიზებისთვის ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლეოდა. იყო ეს მუსიკა, კულტურა, თეატრი, საოცარი და ძალიან დიდი ეროვნული ნიშნით აღბეჭდილი შეიძლება კინემატოგრაფი და ეს ყველაფერი უკავშირდება რასაკვირველია განათლებას.
რაც შეეხება, რა თქმა უნდა, განათლების სისტემა პირველ რიგში აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ, იმიტომ რომ როგორია დღევანდელი სამყარო, დღეს ძალიან რთული განვითარდა იმდენად ტექნოლოგიები, რომ ჩვენ პირდაპირ კოსმოსთან ვართ შეერთებული და 5G-ის რეჟიმში ვცხოვრობთ. ეს არის საოცარი სისწრაფე, როცა ინფორმაცია მოდის, არ ვიცი, ეს რა შესაძლებლობები ქონია ადამიანს, რომ როგორ უნდა გადახარშოს ეს აი მართლაც მისმა გონებამ და შესაძლებლობებმა ეს ინფორმაცია და განათლება და ინფორმაცია ცალ-ცალკე არ არსებობს, ეს ერთად არის ყველაფერი. ამიტომ რა არის მთავარი, როგორ არ უნდა დავიბნეთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ასე ვთქვათ მომავალი საქმიანობა, როგორ უნდა შევქმნათ ისეთი განათლების სისტემა, რომელიც თან ძალიან თანხვედრილი იყოს ამ თანამედროვე გამოწვევებისთვის და თან ამავე დროს შეინარჩუნოს ჩვენი ეროვნული თვითიდენტობა, ხო? ისევ და ისევ ილია ჭავჭავაძეს უნდა მიმართოთ, მართლაც უდიდეს ბუმბერას, მართლაც ერის ლიდერს გონს და რომელმაც თავისი შესანიშნავი და მართლაც გამორჩეული საქმიანობით, საზოგადოებრივი მოღვაწეობით საოცარი მემკვიდრეობა დაუტოვა ჩვენს ერს. და დიდი ილიას დანატოვარი, ეს ძალიან ცნობილი ტრია და მამული ენა სარწმუნოება, ეს არის ის ქვაკუთხედი, რომელიც ყოველთვის უნარჩუნებდა ქართულს ძალიან მყარ და მტკიცე საფუძველს იმისთვის, რომ თანყოფილიყო ძალიან თანამედროვე და არ მოწყვეტოდა იმ რეალობას, რაც არის მსოფლიოში, რა პროცესები და გამოწვევებიც გვაქვს და თან ამავე დროს ყოფილიყო ძალიან ეროვნული. ეხლაც ეს პროცესი დგას, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო ახალი გადანაწილების პროცესია, გავლენების თვალსაზრისით და იცით, საქართველო ძალიან აქტიურია და როგორც ყოველ აქტუალური თავისი დანიშნულებით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის მისი გეოგრაფიული მდგომარეობა, კულტურა, ეს არის უძველესი კულტურის ქვეყანა. და ძალიან ხანგრძლივი სახელმწიფოებრივი გამოცდილებით, ხო? მაგრამ ხედავთ, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა და თავისი ძალიან სპეციფიური მისიით. აი ეს არის მთავარი, რომ ჩვენ ამ გამოწვევებში სწორად გავიაზროთ, რა მისია გვაქვს დღეს. და ეს მისია ძალიან სერიოზულია, ძალიან მნიშვნელოვანია, რასაკვირველია, ისევ და ისევ უკავშირდება იმ ტრიადას, რომ აუცილებლად უნდა ჯერთი შევასრულოთ იმ ჩვენი წინაპრების დანატოვარი, რომ დავიცვათ და შევინარჩუნოთ მამული ენა სარწმუნოება, მაგრამ რაც შეეხება განათლებას, აი ეს ყველაფერი საუკეთესო, რაც უკავშირდება ჩვენს სარწმუნოებას, კულტურას და განათლებას ერთად, ეს გადავცეთ მსოფლიოს. და ვფიქრობ, რომ ამით ვართ უნიკალური და დღეს არის ეს შანსი, რომ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ეს უნდა გააკეთოს ახალგაზრდობამ. მაგრამ მე ასეთ რაღაცას ვიტყოდი, რომ ისეთი დიდი პერიპეტიები შეხვდა ჩვენს ქვეყანას. გამომდინარე კიდევ რომ საბჭოთა კავშირიდან გამოვედით, ის სულ სხვა ფორმაცია იყო, ხო, სახელმწიფოებრივი გარდა ამისა, სხვა კანონმდებლობით, სხვა მენტალობით, სხვა იდეოლოგიით იქ პირიქით სჯიდნენ იმ ტრიადის დაცვისთვის, რასაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ და რაც არის ჩვენი ეროვნული თვითიდენტობის საფუძველი, ხო, მაგრამ მოვახერხეთ ეს ჩვენი ნიჭიერებით, ჩვენი ტალანტით და არა მხოლოდ განვითარდით, არამედ ძალიან ბევრი შევძინეთ მსოფლიო ისტორიულ მემკვიდრეობას. ეხლაც ეს დრო დგას და ახალგაზრდებმა ეს უნდა გააგრძელონ იმ ტექნოლოგიურ ჩარჩოში, რაშიც დღეს იმყოფება ჩვენი სამყარო. და ვფიქრობ, რომ ძალიან მაინც მნიშვნელოვანია და ჩვენ სერიოზულად უნდა მივხედოთ განათლების სისტემას, იმიტომ რომ განათლებაში შეიძლება ითქვას, უნდა დავიკავოთ ზუსტად ის ნიშა, სწორი, რომელიც ნამდვილად მოემსახურება, ისევ და ისევ ამბობ აი ამ ტრიადას, ჩვენს ახალგაზრდებს და სწორი მიმართულებით წაიყვანს და ეს ყოველთვის თანამედროვეა. ჩვენ არასოდეს დროს არ ჩამორჩენილ და პირიქით, რაც უფრო ღრმად ვითავისებდით აი ამ ეროვნული იდენტობის მნიშვნელობას ჩვენთვის, მით მეტად წარმატებით ვითარდებოდა ჩვენი განათლება, კულტურა და მსოფლიო ისტორიულ მემკვიდრეობაში ჩვენი თანამონაწილეობა. და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად არის ყურადღება მისაქცევი ამ კუთხით, რომ არ დავკარგოთ ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლები და მათ შესახებ ინფორმაცია ჩვენს პროგრამებში, ისტორიაში, საქართველოს ისტორია, იგივე დედაენა, რას ნიშნავს
როგორ შეიძლება რომ ეს არ იყოს სკოლებში და როგორ შეიძლება რომ დედაენაზე არ აღიზარდოს ქართველის წარმოუდგენელია. ნუ გარკვეული რეკომენდაციებით არსებობენ სამწუხაროდ არაკეთილმოსურნე, შეიძლება ითქვას ძალები, რომლებსაც თავიანთი მიზნებისთვის სულაც არ ადარდებთ საქართველოს იქნება იდენტური, თავისი და ამ შემთხვევაში ერთგული თავისი იდენტობის თუ არა. არიან გარკვეული ძალები გლობალისტური საკმაოდ მძიმე, ასე ვთქვათ, მიზნებით და ამოცანებით, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ ამას და უნდა გადავლახოთ. ამაში ყველაფერში ჩვენ ძალიან გვეხმარება ჩვენი ასევე ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება ითქვას სოციალური ინსტიტუტი, როგორიც არის ჩვენი ეკლესია, იმიტომ რომ ქართველისთვის განათლება და ეკლესია ეს ცალ-ცალკე არ ყოფილა, ეს არის ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სეკულარული სახელმწიფო ვართ, გვაქვს კონკორდატი, რაც ითვალისწინებს ეკლესიასთან ურთიერთობას, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის და ვფიქრობ, რომ ძალიან ბალანსირებულად, ბალანსის დაცვით უნდა მოხდეს აი ამ დიდი ინფორმაციის გააზრება და პროგრამების აგება, განათლების პროგრამების აი ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს წარმოუდგენელია დღეს ქართველმა და ახალგაზრდამ არ იცოდეს ბიბლია, არ იცოდეს სახარება, ეს შეიძლება ითქვას მარტივად გამოვიხატების სირცხვილია უბრალოდ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, გარკვეული ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე მსოფლიო, ამ პრობლემებმა იჩინა თავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სუპერ სახელმწიფოში, რომელშიც 8-ჯერ ვარ ნამყოფი და ძალიან კარგად ვიცნობ, აი წარმოიდგინეთ 16-ჯერ გადაუფრინე ატლანტიკის ოკეანეს, იმიტომ რომ ამერიკაში ყოფილიყავი და მართლაც ყველაფერი ის საუკეთესო მიღწევები რაც ამ ქვეყანასა გამეაზრებინა და ნამდვილად ძალიან მიყვარს, მაგრამ იმ ქვეყანასაც წარმოეშვა პრობლემები ძალიან სერიოზული და ვფიქრობ, რომ აი წლევანდელი არჩევნებით, სადაც საკითხი იქამდე მიდგა, რომ აი ასე დაისვა საკითხი, შეინარჩუნებდა თუ არა ამერიკა იმ სახეს, რა იდეითაც იყო ის შექმნილი. ის ახლა მოგეხსენებათ ამერიკას და ჩვენ ისტორიულ გამოცდილებას შორის ძალიან დიდი განსხვავება, არა მხოლოდ განსხვავება, საუკუნეები გვაშორებს, ხო? ეს სადღაც 300 წლოვანი სახელმწიფოა და ჩვენ გვაქვს 2000 წლოვანი სახელმწიფოების ისტორია საქართველოს, ხო? აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი სტრატეგიული პარტნიორია წელს ჩვენთვის და უკვე რამოდენიმე წელია და ძალიან ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენ, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ არ დავკარგოთ ჩვენი ეროვნული იდენტობა და ავიღოთ ყველაფერი საუკეთესო, რაც ამ ორ სახელმწიფოს, ნუ ხა როგორც ზესახელმწიფოს, თორე სხვა ქვეყნებიც არიან, იგივე ითქვის ევროკავშირთან და ჩვენ ამ გზითაც მივდივართ და ბუნებრივია შეგვიძლია ამ თემაზეც ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ყველაფერი ეს ჩვენი ახალგაზრდობის მომავალს უკავშირდება. და სწორედ ის, რომ შეერთებულ შტატებში დადგა ეს საკითხი, რომ აი თვითონ იმ ქვეყნის ყველაზე საუკეთესო სახით შენარჩუნებისთვის, როგორც დატოვეს ის და შექმნეს დამფუძნებელმა მამებმა, ანუ დემოკრატიის მამებს უწოდებდნენ, ხო? ნუ უწოდებენ, დღესაც ესეა founder fathers, ანუ დამფუძნებელი მამები, ვინ არიან ესენი? ჯორჯ ვაშინგტონი, თომას ჯეფერსონი, ბენჯამინ ფრანკლინი და კიდევ ბევრი, მაგრამ ეს ნუ სამი ძალიან მნიშვნელოვანი და ძირითადი ჩამოთვალე, რომლებმაც ისე დაინახეს ეს ამ ქვეყნის ფორმაცია, როგორც თანამედროვე დემოკრატიული კეთილდღეობით სავსე, ასე ვთქვათ, და ერთად თანასწორობაზე და ამ კონსტიტუციაზე დაყრდნობით ადამიანის უფლებების დაცვით შექმნილი ქვეყანა, რომელიც იქნებოდა ყველა დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნებისთვის მისაბაძი. თავისი კულტურით, თავისი უნიკალურობით, თავისი დემოკრატიული მართლობით, ადამიანის უფლებების დაცვით და რასაკვირველია, ამერიკა თვითონ როგორც პროდუქტი, სახელმწიფო და ფორმაცია არის ბიბლიურ ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ის კი რამდენი გადაკვეთის წერტილი გვაქვს, ჩვენს ქრისტიანული ქვეყანა ვართ და დღეს თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში ეს ძალიან აქტუალური ხდება. აი ეს საზოგადოების ზოგადი ბუნებრივია სარწმუნოებრივი საკითხი და განათლება, რომელიც აი ამ თემებს უკავშირდება და მე ძალიან მოხარული ვარ იმის, რომ პრეზიდენტი ტრამპი, როგორც კი ხა შეუდგება ის თავის უფლებამოსილების შესრულებას 20 იანვრის შემდეგ, მაგრამ როგორც კი მან გაიმარჯვა არჩევნებში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში უკვე გაიცა ინსტრუქტაჟი, რომ სკოლებში დაბრუნდეს ბიბლია.
ეს შეიძლება ითქვას ჩვენთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ აი რა პროცესიც რა კი სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით და მე ხა ამერიკასთან ვავლებ პარალელს, რა პროცესებიც მიდიოდა იმ სახელმწიფოს განათლების სისტემაში, ფაქტიურად ხდებოდა რაღაცნაირად სარკისებური ანარეკლი ჩვენთან და ვფიქრობ, რომ კარგი გავლენა, ბევრი კარგი გაკეთდა, რასაკვირველია, თუნდაც მე ჩამოვთვალეთ ჩემი განათლების კუთხით, რამდენი საინტერესო პროგრამა იყო განხორციელებული და იგივე სტუდენტებისთვის მომავალში, მაგრამ ის რომ ეს გამოწვევები ზოგადად სამყაროს და ზოგადად მსოფლიოს აქვს საერთო ძალით გადასალახი, აი ამ კონტექსტში უნდა გავიაზროთ ეს ყველაფერი და ვფიქრობ, რომ მეტი განათლება რასაკვირველია სარწმუნოების, ქრისტიანობის იმ ცივილიზაციის შესახებ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ბოლო 2000 წლოვანი ისტორია ჩვენთვის არის ქრისტიანული ცივილიზაციის ისტორია. ევროპაც ამას უკავშირდება და შეერთებული შტატებიც. ასე რომ, ეხლა კიდე სხვა ქვეყნებზე რო არ გავიდეთ, იმიტომ რომ ამისთვის ალბათ გადაცემის ფორმატიც არ გვეყოფა, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ასე ვთქვათ, ყურადღებით, იმიტომ რომ არ დაგვავიზდეს ის, რომ ჩვენ როგორი სამეზობლო გარემო გვაქვს. ჩვენ კავკასიის ნაწილი ვართ, ძალიან მრავალფეროვანი და მრავალეროვანი შემადგენლობაა ჩვენს გარშემო, იგივე სომხეთი, ჩვენი მოძმე ხალხი, რომელთა ნაწილიც დიასპორის სახით და ჩვენ მართლა საქართველოს განუყოფელი ნაწილია საზოგადოების, ხო? რამდენი ამ ეროვნების ადამიანი ცხოვრობს ჩვენთან. იგივე 300,000-ზე მეტი აზერბაიჯანელი, რომელიც ეროვნების, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და ჩვენი ძმები არიან და აქ ცხოვრობენ შთამომავლობით და რამდენიმე თაობა, ხო? მაგრამ ამავე დროს ქვეყნები, ჩვენ ვიცით, რომ რაღაც პერიოდში კონფლიქტი ჰქონდათ და ძალიან სერიოზული ამ ორ ქვეყანას. საქართველო ყოველთვის გამოდიოდა ბალანსის პოლიტიკით, ეს ჩვენი ისტორიული დანიშნულება. ეხლა შევხედოთ უბრალოდ რუსეთს, იმიტომ რომ განათლება ერთი მიმართულებით არ ხდება, რადგან ეს საკითხი დამისვი ლიზი, მინდა რომ ცოტა ფართოდ შევხედოთ, თან ჩვენ ჟურნალისტები ვართ, ჩვენ არ შეგვიძლია მარტო სიტყვაზე ვამბობ, უბრალოდ ყველა პროფესია მოიაზრება აქ, რომ მარტო ვიწრო ერთი სპეციალობით ვიფიქროთ, მაგალითად, რაღაც სამედიცინო ინფორმაციაზე, მაგალითად, ფინანსების კუთხით. ჩვენ ძალიან ფართოა ჩვენი სპეციალობა, ამიტომ ყველა სფერო უნდა მოიცვას და აქედან გამომდინარე ჟურნალისტი აყენებს სიმტკივნეულ საკითხებს და გამოწვევებს, რაც რეალურად დგება ამა თუ იმ სფეროს წინაშე და აი განათლებასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს სკოლებში რელიგიის ისტორია, სამლოცველო კუთხეები, აქ ეს პირიქით არასოდეს პრეტენზია არ გამოუთქვა საქართველოს ისტორიის განმავლობაში, რომ ჩვენ მართალია ყავს აჭარაში ჩვენი ასე ვთქვათ, მუსულმანური სარწმუნოების ძმები, ჩვენი ახლა ისიც საქართველოს ნაწილი, ამით არის საქართველო მდიდარი, მაგრამ ყველაფერი ეს ბალანსის პოლიტიკი ძალიან კარგად რეგულირდება, ისე რომ აქამდე არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა ეროვნულ და ეთნიკურ ნიადაგზე საქართველოში შუღლის და მით უმეტეს ბრძოლის. აქ ასე ვთქვათ, საჩვენებლად გქონდა ხოლმე საბჭოთა პერიოდშიც კი, რომ საქართველოში, თბილისში, აი იმ ძველ თბილისის უბანში ერთად როგორ თანაცხოვრობს ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესია, მუსულმანური მეჩეთი და იგივე სინაგოგა ებრაული, ხო? ეხლა როგორ შეიძლება ეს ტრადიციები მოარღვიო და არ გააგრძელო იმ სწორი დაცვით და პოლიტიკით, რაც ჩვენ ქვეყანას უკეთებია. პირიქით, მეტი შესაძლებლობა უკეთ განვითარებისთვის ამ ურთიერთობების და შესაბამისად განათლებაც აი ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ და ჩვენ ახალგაზრდობას ნამდვილად ეს ესაჭიროება აი ამ ახალი ცოდნით უნდა შევაიარაღოთ და ეს უნდა აისახოს პროგრამებში, სასკოლო პროგრამებში და რასაკვირველია საუნივერსიტეტო პროგრამებში და ბუნებრივია ამ ცოდნით და განათლებით აღჭურვილი ახალგაზრდა ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს როგორც თავის ქვეყანას, ისე მსოფლიოს და მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას მინდა გითხრა. რაც არაერთი მაგალითი გვაქვს და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ ერს წარმოვადგენ და ძალიან ბევრი ჩვენი სახელოვანი თანამემამული არის მართლაც მსოფლიო მასშტაბით აღიარებული სხვადასხვა სფეროში. ეს განათლებას უკავშირდება.
ბუნებრივია განათლების სისტემასთან სტუდენტები არიან კავშირში და რა შეგიძლიათ გითხრათ ჩვენი ახალგაზრდობის შესახებ? ლოგიკურია, ხა შენ ჩემი საუბრიდან ბუნებრივია დამისვი შეკითხვა. ჩვენი როგორც ერის საზოგადოების მომავალი ახალგაზრდობის გარეშე არ არსებობს, ხო? და იგივე განათლებაც ამიტომ უკავშირდება მომავალს. ამაზეა დამოკიდებული, როგორი სახელმწიფო იქნები, როგორი ქვეყანა იქნები, როგორ ადგილს დაიკავებ იმ დიდ მსოფლიო, ასე ვთქვათ, თანამეგობრობაში, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით. მე ვთვლი, რომ შესანიშნავი ახალგაზრდობა ყავს, შესანიშნავი და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი სტუდენტები მყავს. ბუნებრივია, ეს ყოველთვის არსებობდა აზრთა განსხვავება და სხვადასხვაობა მამების თაობასა და შვილების თაობას შორის. აგერ თქვენ კიდევ ახსენე მე რამდენი რამხელა პერიოდია ჩვენ შორის, რამდენიმე დეკადაა განსხვავებული, ხო? მაგრამ ყოველთვის იცით რა არის მნიშვნელოვანი? წინა თაობას ეს ისტორიული კანონზომიერება აქვს მეტი გამოცდილება და ბუნებრივია ინფორმაციაც ეყრდნობა მათი რასაკვირველია იმ გამოცდილებას, რაც წინა თაობამ გაიარა, ხო? აქედან გამომდინარე, ახალგაზრდობამ ყველაფერი საუკეთესო უნდა აიღოს და პირველ რიგში, ლიზი, ყველაზე მთავარი ეს არის, რომ კატეგორიულად დაუშვებელია ამ შემთხვევაში ახალგაზრდების მხრიდან რაღაცის კატეგორიული მიუღებლობა, ან კიდევ რადიკალიზმი წინა თაობასთან. ეს უბრალოდ ბუნებას ეწინააღმდეგება და ეს მათ უნდათ რაღაც გარკვეული ჯგუფები შეიძლება იყვნენ და ისიც მე არ მგონია რომ ქართულ სინამდვილეში აღმოცენებული, ხშირად ეს გარედან მხარდაჭერილი ხდება ხოლმე უფრო ფინანსურადაც და ჩვენ ახლა ბოლო პერიოდში მომსწრე ვართ რომ ხათა ძალიან დიდ საპროტესტო ტალღა მოიცვა ჩვენი სტუდენტობის, ხო? და მე ბევრი მიფიქრია ამაზე, იმიტომ რომ რასაკვირველია ვღელავთ ამ ყველაფერზე, ვღელავთ იმაზეც, რომ რა ვერ გააკეთა, ვთქვათ, წინა თაობამ ისეთი, რომ გამოიწვა ასეთი მძაფრი, ასე ვთქვათ, პროტესტი სტუდენტებში. ესეც შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის გვერდით ამოიყენოს სტუდენტი როგორც მეგობარი. და ეს ყოველთვის ამართლებს ჩემი პრაქტიკიდან მე არასოდეს არ მქონია შემთხვევა რომ აი ამ მეთოდს არ გაემართლებინოს თუ სტუდენტი შენ ყავს თანამოაზრეთ და გვერდით ის ყოველთვის ჩათვალე რომ შენი მეგობარია და მე ნამდვილად ასე ვიმუშავებ ყოველთვის და ვფიქრობ რომ ამან ძალიან ბევრი მომიტანა მეც და იმ ჩემ სტუდენტებსაც რომელთაც არასოდეს არ დამიმთავრებია ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ რომ საგანსაღარო ასწავლი არა, ეს გრძელდება და ბედნიერი ვარ ამითაც, რომ 10-15 წელიც აქვს დამთავრებული და მეტიც და მაინც ურთიერთობა გვაქვს ჩვენ და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ადამიანთა ურთიერთობა ძალიან საინტერესო ფენომენია და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამას ყოველთვის და ხა არის სხვადასხვა შემოტევები, რასაკვირველია და ხა რაზეც ვახსენებდით თუნდაც ბოლო პერიოდში, მაგალითად იყო ის, რომ ჩვენს ევროპულ ორიენტაციასთან დაკავშირებით, ხო? ჩვენ კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ როგორც სახელმწიფომ, რომ ჩვენ მივისწრაფეთ ევროპული ოჯახისკენ. და გამაში გასაკვირი არაფერი არ არის, იმიტომ რომ საქართველოს ისედაც კი ვახსენეთ წეღან, ჩვენ 2000 წელია ქრისტიანულ ცივილიზაციაში ვცხოვრობთ. თუ კი რამე ევროპაში კარგი და საჩვენებელი და აღსაყრდნობელია, ყველა ამ ცივილიზაციის დამსახურება, ყველაფერი, კულტურა, ხელოვნება, ეს გარეგნული, იგივე ვთქვათ, არქიტექტურა შეიძლება ითქვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ჩვენ ამ სივრცეში ვიყავით ყოველთვის. პლუს ის რომ არსად შორს წასვლა არ გვჭირდება. ჩვენგან წავიდა ეს გამოცდილება, იმიტომ რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობიდან გამომდინარე, ჩვენ იგივე ეს ცივილიზაცია, რითიც ფასეულია დღეს ევროპა და ამ ცივილიზაციის ფაქტიურად საწყისში ვიყავით, იმიტომ რომ უკვე პირველივე საუკუნეში გავრცელდა ჩვენთან იგივე ქრისტიანული რწმენა შემოიტანეს ხო მოციქულებმა ისრაელიდან, მას შემდეგ რაც იესო მაცხოვარი მოევლინა ქვეყანას და მოგვიტანეს ეს სახარება, ეხარა ქვეყანას და მათ შორის საქართველოს ეს უდიდესი ინფორმაცია, ახალი ცხოვრების წესი და მეთოდოლოგია, მოდით ასე ვთქვათ, იმ ცხოვრების წესის შესახებ თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და ეს იყო საოცრად ჰუმანური, ხო? ყველაზე გლობალური და ყველაზე საუკეთესო სიყვარულის ქადაგება, რომ მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ შენ გექცეოდნენ. მთელი ქართული კულტურა, იგივე ლიტერატურა, იგივე ჩვენი ისტორია აი ამ ნარატივზეა დაფუძნებული და ევროპა ჩვენ 327 წელს მივიღეთ ქრისტიანობა ოფიციალურ სარწმუნოებად, ხო, სახელმწიფო რელიგიად. ეს არის მეოთხე საუკუნე.
და ევროპა ნახეთ შუა საუკუნეებამდე ევროპის ფორმირება და იმ ბევრი სახელმწიფო მანამდე არც არსებობდა. ესე იგი, საიდან წავიდა ეს ყველაფერი? ანუ ჩვენ ვითვლებით აქედან გამავრცელებლებად და ბუნებრივია ეს კულტურა ბევრად უფრო ხნოვანია საქართველოში, ასე რომ შორს წასვლა არსად არ გჭირდება. აქ არის ერთადერთი რომ რაღაცა არის კიდევ ისეთი ფსევდო გარკვეული იდეოლოგიები, მოდით ამასაც ვიტყვით და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ყურადღებით მოვეკიდოთ ხოლმე, რომ ეს ფსევდო რაღაც ლიბერალური მიმართულებები, მოძრაობები რამდენად თავსებადია იმ ჩვენ, ასე ვთქვათ, ტრადიციულ იდენტობასთან, გამოცდილებასთან, ისტორიულ მემკვიდრეობასთან, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და რასაც თავისი ეთნიკური, სულიერ ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, შემადგენლობით ქვია ქართველი, ხო? ეს ხო არ უნდა დავკარგოთ ეს. აქედან გამომდინარე ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და ფხიზლად. მე ვფიქრობ, რომ აი ამ თვალსაზრისით ახალგაზრდობასთან მიმართებაში დაგვაკლდა ის, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ საკმარისი ინფორმაცია ვერ მივაწოდეთ ახალგაზრდობას, აი ამ ჩვენი იდენტობის, ჩვენი ვთქვათ იგივე ამ მართლაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ თუ რამდენად ფასეულია ეს ყველაფერი დღევანდელი რეალობისთვისაც კი. იგივე ჩვენი ისტორიასთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიული გამოსვლებით არის ბალანსის პოლიტიკის ქვეყანა. ყველა მსხვილ პოლიტიკურ ცენტრებთან ჩვენ გქონდა ჩვენს მეფეებს, იგივე ლიდერებს, რომლებიც მანამდე იყვნენ ხო ჩვენს და საზოგადოებებს ხელმძღვანელობდნენ და ხალხ ადამიანებს, ანუ ერს ყოველთვის ცდილობდნენ, რომ დიდი სუპერ სახელმწიფოების და დიდი ქვეყნების თან ურთიერთობის პროცესში საქართველოს ჰქონდა თავისი ძალიან საინტერესო ადგილი და ეს ადგილი არის თანამშრომლობის ასპარეზი, ბალანსი, ანუ ყველას პოლიტიკურ ცენტრთან კარგი კეთილმეზობლური ურთიერთობა. შესაბამისად, ეხლა აღარ ჩავყვები, იმიტომ რომ კიდევ მთელი ლექციის წაკითხვა მომიწევს და დრო არ გვეყოფა, რომ შევეხოთ რა მოხდა მანამდე, რა პერიპეტიები იყო და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენ უნდა რასაკვირველია მივაწოდოთ პირუთვნელი, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენ ახალგაზრდებს, რომ ისინი შეიარაღებული იყვნენ ინფორმაციას, როცა ფლობ, შენ რეალობას ფლობ. და მე აი ამ კუთხით ეხლა ამ გამოსვლების შესაბამისად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შესაბამისად აღჭურვილი ახალგაზრდობა არ ყავს ამ ინფორმაციით და იმ გამოწვევების შესახებ, რომელსაც მათ შეუძლიათ რომ თან თავისიც დაიცვან და თან იყვნენ სრულფასოვანი ახალგაზრდები მსოფლიო, ასე ვთქვათ, თანამეგობრობაში. და ეს გამოსასწორებელია. ну ამას თავისი მიზეზები ქონდა, ვთქვით უკვე რა იყო ეს მომენტი, რომ გარკვეულწილად ამოღებული იქნა იქ რელიგიის ისტორია, კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი შედევრები ლიტერატურიდან, კულტურის მიღწევები და ასე შემდეგ და ეს არ წაადგება კარგად, იმიტომ რომ კიდე ერთხელ უნდა ფლობდეს ახალგაზრდა იმ ინფორმაციას, რითიც ის თავს მოიწონებს როგორც შინ, ისე გარეთ და დარჩება სრულფასოვან ამ ერის წარმომადგენლად და ყოველთვის იამაყებს. ჩვენ პირიქით მე არც კი მინდა ვაკადრო ჩემ ერს, რომ ყოველთვის სადაც ყოფილ ვარ, დიდი ინტერესით და დიდი სიხარულით გვიღებდნენ და არასოდეს არასრულფასოვნების კომპლექსი არსად არ გამჩენია. ვფიქრობ, რომ ეს იყო ზუსტად აი ამ ჩემი განათლების, ჩვენი ეროვნული იდენტობის დამსახურება და პირიქით და რატომ არ უნდა განვავითაროთ ეს ჩვენ ახალგაზრდებში იმ შესაძლებლობებით, რასაც დღევანდელი რეალობა იძლევა. ამ მართლაც ძალიან დიდი მიღწევების სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესის დროს, რაც კაცობრიობამ განიცადა. ფაქტიურად ხო ყველამ ვიცით, რომ მობილური ტელეფონი ჩვენ სამყარო გვიკავია ხელში, მთელი სამყარო. და აი ამ ინფორმაციის გადასამუშავებლად ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ ავიღოთ ის, რაც კი არ დაგვანგრევს, არამედ პირიქით გაგვავითარებს და გაგვაძლიერებს, რომ გავაგრძელოთ მართლაც საქართველოსთვის მოღვაწეობა და საქმიანობა. ქალბატონო ხათუნა, მოგეხსენებათ, გამომდინარე ჩვენი პროფესიის აქტუალობიდან მნიშვნელოვანია შევეხოთ ქართულ მედიას. როგორ შეაფასებთ რა გამოწვევები წინაშე დგას მედია დღეს საქართველოში? კარგი შეკითხვაა და მადლობა ლიზი ამისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ბუნებრივია ვერ აუვლიდით ჩვენს საუბარს, გვერდს, რომ არ შევხვებოდით მედიას, თუნდაც იმ სფეროს, რამაც ჩვენ დაგვაკავშირა, როგორც ლექტორი და სტუდენტი, ხო?
და ვფიქრობ, რომ ძალიან ისეთი საინტერესო საგანია, რომლის ფარგლებში შევხვდით, ჩვენ მე ხავ ვკითხულობ თქვენთან დემოკრატია და მოქალაქეობას და ბუნებრივია დემოკრატიული წყობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი, დიდი სოციალური აგენტი ეს არის მედია. ანუ მედიუმი დამაკავშირებელი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, ხო, როგორი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ამ ჩვენ პროფესიას. ჟურნალისტი ეს გახლავთ საზოგადოების ადვოკატი, რასაკვირველია სახელმწიფოში და ყველა იმ პრობლემების მიმტანი საზოგადოებიდან დელეგირებულ მთავრობასთან და ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ხო? ის ხელისუფლებაც და იქ არჩეული ადამიანებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირი, ვთქვათ, არჩევნების გზით არის იმ საზოგადოების ნაწილი, ასე რომ ეს ერთი დიდი სოციუმია. და რაც შეეხება ფუნქციას მედიისას, ეს არის, რომ მედიამ პირუთვნელად უნდა შეასრულოს და ყოველგვარი წინააღმდეგობების შექმნის გარეშე საუკეთესო მედიუმის როლი, ანუ გამტარის როლი. ეს ინფორმაცია უნდა მუშაობდეს დაუბრკოლებლად თვითონ მედიაში ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, ხო? და ვფიქრობ და ეს ბუნებრივია, მარტო ჩემი აზრი არ არის, მე მხოლოდ ვეთანხმები და ვფიქრობ, როგორი გავლენის მხრივად ძალიან საინტერესო ადგილი აქვს მიჩენილი. ეს არის მეოთხე ხელისუფლება საკანონმდებლო, აღმასრულებელ სასამართლო ხელისუფლებათა შორის დემოკრატიული ხელისუფლების განაწილების და დანაწილების პრინციპით, ხო? და ეს მეოთხე ხელისუფლება უდიდესი პასუხისგებლობაა. ეს ნიშნავს უდიდეს გავლენას საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებაზე და ეს უდიდესი დანიშნულება ფაქტიურად მედიის, რომ ეს კეთილი ნიშნით განავითაროს პოზიტივისკენ და რა არის ზოგადად საზოგადოების ასე ვთქვათ მთავარი მოწოდება და პრინციპი. ჩვენ აქ უნდა მოვიხმოთ აუცილებლად ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომ ეს ყველაფერი კეთდება, იმიტომ რომ ადამიანი იყოს ბედნიერი, ადამიანი განვითარდეს და ადამიანი ცხოვრობდეს კეთილ დღეობაში. და ეს მარტო ერთი ერისთვის ხო არ არის, ეს აღიარა გაერო 1958 წელს, როცა შეიქმნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. შესაბამისად, ჩვენ გამომდინარე, რომ ჩვენი პროფესია არის საზოგადოებრივი პროფესია, ჩვენ მუშაობთ საზოგადოებისთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის და უნდა ვიყოთ ძალიან ერთგული ჩვენი ეთიკური პრინციპების და ჩვენი ეთიკის და მორალის, ანუ ჟურნალისტური ეთიკის დამცველები პირველ რიგში. ეხლა რა ხდება ჩვენთან? ჩვენ ისევ როგორც საზოგადოებამ და მედია არის საზოგადოების ნაწილი და შესაბამისად ჟურნალისტები ძალიან დიდი პრობლემების წინაშე და დიდი წინააღმდეგობები გაიარა, დიდი პერიპეტიები გაიარა, აღმოჩნდით ძალიან ბევრ ისეთ მანამდე წარმოუდგენელ სიტუაციაში შეიძლება ითქვას, ეს იყო საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა, გრევა, ახალი ქვეყნის დაბადება, ახალი სოციუმის ფორმირება აი ამ გამოწვევებით სავსე სამყაროში, შემდგომ უკვე გარდამავალი დემოკრატიის პერიოდი, მერე შედარებით განვითარებული დემოკრატიის პერიოდი და მივედით იქამდე, რომ ჩვენ ავიჩიეთ ევროპული ორიენტაციის გზა და დიდ ევროპულ გაერთიანებასთან ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა ქვეყანაში გვაქვს საელჩო 1993 წლის შემდეგ, რაც გავხდით გაეროს, ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები ოფიციალურად, ეს იყო ივნისში თუ არ ვცდები, 23 ივნისი თუ არ მეშლება და შემდგომ მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრიც, ხო? და თვითონ ევროპულ სტრუქტურას რაც შეეხება საქართველოში ვახსენეთ ჩვენი საუბრის დროს, რომ 1997 წელს პირადად ზურაბ ჟვანიამ, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარემ, ეს ოფიციალურად სტრასბურგში განაცხადა, რომ ის იყო ქართველი, მაშასადამე ის იყო ევროპელი და ჩვენი საზოგადოება საით მიისწრაფოდა აი ამ ევროპული ოჯახისკენ, ხო? ხა მედია ასახავს ამ ყველაფერს და მედია მოიცავს, ბუნებრივია მედია არის წარმართველი. რა ევალება ჟურნალისტს? ჟურნალისტს ევალება ჩვენი პრინციპები გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ამას ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია ქადაგებს თავისი წესდებებით, თავისი პრაქტიკული გამოცდილებით, რომ რა არის ჟურნალისტისთვის მთავარი? ჟურნალისტისთვის მთავარია ფაქტი, მომხდარი ფაქტი, წყაროთა ბალანსი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტი არასოდეს არ უნდა იყოს მიკერძოებული და არასოდეს გამოხატავდეს ერთი მხარის პოზიციას.
და მესამე მნიშვნელოვანი პრინციპი, ესე იგი წყაროები ვთქვით, რომ უნდა იყოს მინიმუმ 2 წყარო, ანუ ამ ფაქტთან დაკავშირებით და მიუკერძოებლობა. აი ეს მიუკერძოებლობა არის აუცილებლად გამტკიცებული და გარანტირებული ეთიკით, იმიტომ რომ ჟურნალისტი უნდა იყოს ეთიკის დამცველი, ჟურნალისტური ეთიკის, ჯერ ადამიანური და შემდგომ ჟურნალისტური ეთიკის დამცველი და აი ამ პირუთვნელ და მიუკერძოებელ აზრზე აკეთებდეს თავისი, ასე ვთქვათ, ფორმირებას, თავისი აზრის და ამ ყველაფრის მიწოდებას სიმართლით, მიუკერძოებლობით და სამართლიანობით საზოგადოებისთვის, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. მე მიზეზებზე გარკვეულწილად ვისაუბრე, მაგრამ მოდით პირდაპირ ვიტყვით. ძალიან პოპულარული ტერმინი გახდა ამ ბოლო პერიოდში და ეს ამერიკაშიც ყოფნის დროსაც რასაკვირველია იმ ქვეყნისთვისაც, იმ დიდი სუპერ სახელმწიფოსთვისაც არის დამახასიათებელი, ეს არის პოლარიზაცია. რას ნიშნავს პოლარიზაცია? ეს არის მაქსიმალური დაპირისპირება საზოგადოებაში გარკვეულ ჯგუფებს შორის შეიძლება ითქვას ზოგადად თვითონ არასასიამოვნო მუხტის არსებობა ანტაგონიზმის, ანუ საწინააღმდეგო რაღაცა აზრებთან დაკავშირებით ალბათ, მაგრამ დაპირისპირება ისეთი, რომელიც შეიძლება მივიდეს სამოქალაქო დაპირისპირებამდე და შეიძლება შეერაღებულ დაპირისპირებამდეც კი მივიდეს. ეხლა ეს არანაირ კავშირში არ არის და აბსოლუტურად არანაირად არც კი უახლოვდება იმ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრინციპს, რისკენაც მიისწრაფვის ცივილიზებული მსოფლიო, ხო? ეს არის ადამიანების კეთილდღეობა, განვითარება, ურთიერთობა და ჰარმონია, ხო? მაშინ რა ხდება, რაშია საქმე? ეს არის ის, რომ პირველი სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი და სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს. ბუნებრივია არ მოვერიდები ამ სიტყვას, იმიტომ რომ სახელმწიფოს თავისი მიზანი აქვს და ბუნებრივია ის გამოწვევები და მიზნები, რაც საქართველოს თავისი იდენტობის შენარჩუნებისთვის ჭირდება, ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი უნდა იყოს მისთვის მედია. და ამ კონკრეტული ვითარებისთვის ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, ხო და მივისწრაფოდეთ და მივიღოთ ეს ბოლომდე ვთქვათ ეს მიზანი და შევასრულოთ ეს ამოცანა. ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე, ბევრი ასე ვთქვათ, მედია საშუალება შეიძლება ითქვას პირდაპირ განუდგა ამ პრინციპს ჟურნალისტური ეთიკის, ჟურნალისტის როგორც პროფესიის დანიშნულების და დაარღვია მთავარი, ანუ ეს არის მიუკერძოებლობა და ჟურნალისტიკის ფენომენიდან გამომდინარე ეს პირდაპირ დარღვევა პროფესიული ეთიკის, ისე როგორც მაგალითად სამედიცინო თემას რო შევადაროთ, ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევა. ჰიპოკრატეს ფიცი ეს ხო უზენაესი ფიცია ზოგადად ადამიანის ვთქვათ იგივე დახმარების, მისი მკურნალობის, მისი შველის, ასე ვთქვათ, ხო? არავნო აი ამას მოგვიწოდებს, ხო? და შესაბამისად ექიმი არასოდეს არ კითხულობს, ხო, რომ პაციენტი რა ჯგუფს მიეკუთვნება, რომ როგორი პოლიტიკური განწყობები აქვს, რა, ასე ვთქვათ, პოზიციას იკავებს და ასე შემდეგ, მისთვის მთავარი ადამიანის დახმარება. აი ეს განწყობები, აი ამით ჩვენ ძალიან მსგავსი ვართ, იგივე ჩვენი შესანიშნავი ექიმების და აი ამ პროფესიის, ხო, ჰიპოკრატეს ფიცის დამცველების. ჩვენ სიტყვით არ უნდა ვავნოთ. და პოლარიზაციის პროცესში აღმოჩნდა ზუსტად ისე, რომ კონკრეტულმა მედია საშუალებამ მე არ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ესეც ცნობილია და რომ გადახედოთ ხელად მიხვდებით ჩვენ ამ სატელევიზიო სივრცეს, პირდაპირ აირჩია პარტიული ტელევიზიის ფუნქცია და დანიშნულება, რამაც მიიყვანა საზოგადოება უკიდურეს პოლარიზაციამდე და თქვენ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს და აქ 90% არის მედიის დამსახურება, იმიტომ რომ პროპაგანდა, რომელიც აბსოლუტურად დაშორებულია მედიის დანიშნულებას ამ თვალსაზრისით, რომ გაავრცელოს სწორი, მიუკერძოებელი, მართალი, ობიექტური ინფორმაცია, ჩვენ აღმოჩნდით საშინელი სტრესული პროპაგანდის ზეწოლის ქვეშ მრავალი მხრიდან. ამან გამოიწვია ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ საზოგადოებაში ისეთი ნეგატივი გავრცელდა და საიდან მოდის ეს, როცა მთავარი ვინც უნდა იცავდეს სიმართლეს ის არღვევს, ბუნებრივია ჩვეულებრივი მოქალაქის პროტესტი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ის საერთოდ რთავს ტელევიზორს და აღარ უყურებს. და წარმოგიდგენიათ, ერთ მხრივ რამდენად ცუდია, რომ ის ექცევა
ვაკუუმში და ვეღარ იღებს ამ ინფორმაციას, ხო? რაც მისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია და ერთადერთი უჩნდება, ეს არის პროტესტი. შესაბამისად, მედია როცა აღარ დგას თავის ადგილას, ვის ექმნება პრობლემა? ანუ მედია კარგი გამტარი როცა აღარ არის. ის კარგად ვეღარ ატარებს ინფორმაციას, რაც უნდა მივიდეს ხელისუფლებამდე, საზოგადოებიდან და პირიქით, საზოგადოებიდან ხელისუფლებასთან, ხო? აქედან გამომდინარე, დამნაშავე ვინ გამოდის, მოდი ვიხმარ ამ ტერმინსაც. ეს არის მედია, რომელმაც დაარღვია თავისი პრინციპები და არ დადგა სათანადო ადგილას, რომ აი საზოგადოებაში ეს დისჰარმონია არ გამოიწვიოს, ხო? შესაბამისად, გამოსწორებისგან რაგი დიაგნოზი დავსვით, არის ის, რომ მედიის გაჯანსაღება. ეს უნდა როგორ უნდა მოხდეს? ეს არის პატიოსანი, ობიექტური, განათლებული ჟურნალისტების ახალი კადრების მოსვლა, რომლებიც დაიცავენ ჟურნალისტურ ეთიკას და რასაკვირველია, საზოგადოების სახელმწიფოს მხრიდან ამ პოლარიზაციის შემცირება იმ კუთხით, რომ ბუნებრივია გაძლიერდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. იმიტომ რომ დანარჩენი ტელევიზიები აღმოჩნდნენ ძალიან ბევრი კერძო მფლობელების ხელში, რომელთაც აღმოაჩნდა ძალიან ძლიერი პოლიტიკური ინტერესები და შესაბამისად ეს მედია საშუალებები აქციეს პარტიულ პროპაგანდისტებად. და ეს არის უბრალოდ სირცხვილი ნამდვილად, როდესაც ვითომ ცნობილი ჟურნალისტი და სახე თავს იწონებს იმით, რომ ის არის ჟურნალისტიკის პროფესიის მსახური, სინამდვილეში არის პირდაპირ პროპაგანდისტი და მავნე თავისი სიტყვით იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ცხოვრობს. შესაბამისად, ეს ნეგატივი სასწრაფოდ უნდა გაიფანტოს, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად მედიის 90%-იანი მონაწილეობის გამო ჩვენ მივედით თითქმის სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სამოქალაქო დაპირისპირება და ერთი ნაბიჯია აჯანყება, ანუ ადამიანებს შორის უბრალოდ სამხედრო დაპირისპირება, რაც ძალიან ცუდ შედეგებს, უბრალოდ ცუდი ის სიტყვა არ არის, გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანს თითოეულ ჩვენთაგანს და რა თქმა უნდა ქვეყანას, ისე რომ შეიძლება ჩვენ სახელმწიფოც კი დავკარგოთ, ამის ფიქრიც კი არ მინდა. და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, რათა თითოეულმა ჩვენთაგანმა ასე უნდა ვიფიქროთ, რომ არ დაუშვათ ეს, მაგრამ ჩვენ უნდა ავხსნათ, რატომ მივედით აქამდე, იმიტომ რომ ბევრმა პროფესიონალმა დაარღვია ის პრინციპი, რაც არ უნდა დაერღვია. ეს არის ეთიკა, ეს არის ადამიანური ზნეობის ზოგადსაკაცობრიო პრინციპები და ვიწრო მერკანტილური, შეიძლება ითქვას მართლაც კერძო და სუბიექტური მოგებებიდან გამომდინარე, წავიდა ესეთ დიდ ვნებაზე, როგორიც არის პოლარიზაციის გამძაფრება და კიდევ ერთხელ ვამბობ, მედიას ამაში აქვს დიდი როლი. და ჩვენ როგორც მომავალ, პირდაპირ თხოვ და რჩევასაც გაძლევ, რომ როგორც მომავალი ჟურნალისტი, ყოველთვის უნდა გაექცე ასეთ გარკვეულ დაინტერესებებს, იმიტომ რომ შეიძლება ეს იყოს ეს გავრცელებული მეთოდია, გარკვეული სახელმწიფოები და ძალები ძალიან სერიოზულად მუშაობენ იმაზე, რომ მათთვის ტერმინიც კი გაჩნდა, არასასურველი ერი, არასასურველი ქვეყანა, თანამედროვე პოლიტიკაში არის ეს და ეხლა წარმოგიდგენიათ რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგე, როცა გარკვეულმა ძალამ, უცხოურმა ძალამ შეიძლება ეს ტექნოლოგია გამოიყენოს შენი ქვეყნის, შენი იდენტობის, შენი ტრადიციის და მართლა შენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ასე რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია გვაქვს. დღეს ჟურნალისტის პროფესია ყველაზე მნიშვნელოვანი, არ მოვერდები ამასაც, ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სიტყვა, როგორც ბიბლია გვეუბნება, თავიდან იყო სიტყვა და სიტყვა არის იგი ღმერთი და ღმერთთან თამაში და ურთიერთობას ესეთ არასერიოზულ ფორმებში ისჯება, როგორც ბიბლია გვეუბნება და ეს ძალიან სახიფათოა, რაც ვნახეთ კიდეც ჩემი ახლა აი ამ ასაკის განმავლობაში შენი პერიოდიდან, როცა მე ვიყავი თუნდაც 22 წლის, როცა დავამთავრე უნივერსიტეტი, იმ პერიოდიდან ვნახეთ სამოქალაქო ომიც, აფხაზეთის დაკარგვაც, სამაჩაბლოს დაკარგვაც, შეერაღებული კონფლიქტები, იარაღიანი ადამიანების თარეში და ამან მხოლოდ და მხოლოდ მოიტანა ერთი რამ. საქართველოს დასუსტება, არაჩვეულებრივი გენოფონდი შეიწირა, გენოფონდი შეიძლება ითქვას ამან, ძალიან დიდი პრობლემები და უბრალოდ ჩვენ კიდევ უფრო წინ ვიქნებოდით, რომ არ ყოფილიყო ეს ყველაფერი და სასწრაფოდ უნდა მოხდეს აი ამ
დაპირისპირების განეიტრალება და ისევ და ისევ ეს შეუძლია მედიას. აი ეს შემიძლია რომ გითხრათ ჩემო კარგო ადამიანო. მადლობა საინტერესო და მომწვევი პასუხებისთვის. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ქალბატონი ხათუნა ჩარკვიანი. მე კი გემშვიდობებით.